მოგესალმებით, გულანთებულო ქართველებო. ჩვენ დღეს გვაქვს ისტორიული შანსი და ალბათ ბოლო შანსი, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. დღეს ისე დღეში ჩააგდო იძინა ევანიშვილმა ჩვენი ქვეყანა, ისე დღეში ჩააგდო იძინა ევანიშვილმა ჩვენი ქვეყანა, რომ ის გადასარჩენია. და მიხარია, რომ ამდენი გულანთებული ადამიანი შევიკრიბეთ ერთად და ჩვენ ერთად დღეს უნდა გადავწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი. არავით არ იხვალ, მე არა ვარ აქ, არ ჩვენ არა ვართ ყველანი მოსული, რომ რაღაცა შეტაკებები მოხდეს და რამე, მაგრამ მე ჩემი შვილიშვილებით ვარ აქ მოსული, მაგრამ დღეს ჩვენ ვერ წავაგებთ, დღეს ჩვენ უნდა აუცილებლად მოვიგოთ, დღეს ისეთი დღეა, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. სხვა გზა საქართველოს მოქალაქეებს არ აქვს, ჩვენ არა გვაქვს. ამიტომ დღეს არ არის აქცია, კიდევ ერთხელ ვინც ვერ გაიგო და ტელევიზორით გვიყურებს. დღეს არის პირველად საქართველოს ისტორიაში ეროვნული კრება, სადაც ესწრება მთელი საქართველო. ამ ეროვნულ კრებას ჭირდება დეკლარაცია, რომელიც მე ხელში მიჭირავს. მე ამას წაგიკითხავთ და თუ თქვენ ყველანი ამას ხმას მისცემთ, ეს იმას ნიშნავს, რომ აი ამ წუთიდან როგორც ჩვენ ხმას მივცემთ, ხელისუფლება გვეკუთვნის ჩვენ და არა ბიძინა ივანიშვილი. მოусმინეთ ყველამ, ძალიან ნელა წავიკითხო, რომ ყველა მოასწროთ გაგება შინაარსის. 4 ოქტომბრის ეროვნული კრების დეკლარაცია. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები შეკრებილნი ეროვნულ კრებაზე ვაცხადებთ. ჩვენი სამშობლო აღმოჩნდა მიტაცებული, ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ დაკარგა ხალხის ნდობა. სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, სახელმწიფოს ხელისუფლების წყარო არის ხალხი. დღეს ხალხი იბრუნებს საკუთარ ძალაუფლებას უკან უზურპატორისგან, რათა დაიცვას შვიდობა, უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები. ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ შექმნა რეალური საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისათვის და თვითეული მოქალაქესათვის. აი ხა იწყება, რასაც უნდა მივცეთ ხმა. ყოველივე ზემოთ თქმულისგან გამომდინარე, კენჭის ხმაზე ვაყენებთ შემდეგ საკითხს. 3 საკითხი გვაქვს. ეროვნული კრება აცხადებს, ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს. წმინდა მეორე საკითხი. ეროვნული კრება აცხადებს, რომ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების და საერთაშორისო არაღიარების შემდეგ კონსტიტუციურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია.
და მესამე ეროვნული კრება აცხადებს მშვიდობიან გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიანად საკუთარ ხელში აღებას, დემოკრატიული ინსტიტუტების განთავისუფლებას, ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის დიალოგის მყისიერად აღდგენას, ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდობიანობის დაცვას. ეხლა რადგან სამივე საკითხი ჩვენ მივიღეთ, ვისია საქართველო? ვისია საქართველო? კიდევ ერთხელ, ვისია საქართველო? ამ წუთიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა დაემორჩილოს ქართველ ხალხს და არა ბიძინა ივანიშვილს. როგორც კი ისინი გადაუხვევენ, ისინი ემსახურებიან ბანდიტებს და ხუნტას. და მათ გასაგონად უნდა კიდე ხმა მივცეთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. ეხლა ჩვენ როგორც პირველი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ 6 ოცნების წევრ ადამიანზე. ვინ არიან მთავარი ბოროტმოქმედები ჩვენ ქვეყანაში, რომ აქამდე მოგიყვანეს და მოვიწყოთ მათი სასტრაფოდ დათხოვება და მიყვანა საპრობილეში. მე ეხლა წაგიკითხავთ ამ სიას. ყველას ცალ-ცალკე უყაროთ კენჭი. ნომერი პირველი ირაკლი კობახიძე. ნომერი 2 შალვა პაპუაშვილი. ნომერი 3 ანზორ ჩუვინიძე. ნომერი 4 მამუკა მდინარაძე. ნომერი 5 თეა წულუკიანი. და ნომერი 6 ბიძინა ივანიშვილი. ჩემო მეგობრებო, ამ წუთიდან ჩვენ გვეკუთვნის ძალაუფლება, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია ისინი ჩვენ ჩაგვაბა, რომ ვალდებულები არიან და ის ადამიანები, ვინც დაიფარავენ მათ, ასევე მიეცემიან პასუხისმგებაში. ამიტომ არც პირადი დაცვა არ უშველით, პირადი დაცვაც მიეცემა პასუხისმგებაში და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.